მეგობრებო და ეს წარით მრავალს ილოცავთ ძველ ახალწელს და აგერ ბარში შემოვედი ჩემი დილის ყავა, კაპუჩინო და კრემით ბრიოში უნდა მივირთვა და რა გამახსენდა იცი? გამახსენდა ბავშვობა, გამახსენდა დღევანდელი დღე, იმიტომ რომ დღეს ადრე ავდექი, იმიტომ რომ ეს ემოციები ბევრი გახსენება, გამახსენდა ეს ყველაფერი და რა მინდათ რო გითხრათ ორი სიტყვით. ბებია ჩემი იყო თუთბერიძე და აცხონოს ღმერთმა ყოველ დილას 14-ში სკოლაში რომ მივდიოდი ხოლმე ძველ ახალწელს ასეთი მქონდა თაფლიან პურებს მაჭმევდა ხოლმე დილით რო ავდგებოდი და გობი ხო იცით ხის დასადები გობზე იყო მთელი ტკბილეულობა ღორის თავი ბევრი ერთად იყო სუფრა იყო გაშლილი და თავის გაკეთებული პურით ჩააწევდა თაფში და მაჭმევდა და ნაჯახზე მაბანიებდა ყოველ დილას 14-ში პირს. ასეთი ის ქონდა ტრადიცია ოჯახში და რა მინდა იცი? ყველა ოჯახში მინდა დაგილოცოთ თქვენი ახლობლები, თქვენი საყვარელი ხალხი და სულ ფიქრობ ხოლმე რომ გამეგრძელებია თუ არა ეს, მაგრამ არ ვაგრძელებ, მაგრამ პატივს ვცემ. იმიტომ არ ვაგრძელებ, რომ არ მიყვარს საერთოდ ძველი არაფერი, რაც კი სახში გამაჩნია, ძველს არ ვაჩერებ ხოლმე არაფერს, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ ყოველდღიურად ადამიანი ვითარდება, ყოველდღიურად რაღაც ახალს იძენს, რაღაც ახალს სწავლობს, საერთოდ ცხოვრება არის გამოცდილება. რაც უფრო მეტი გამოცდილი ხარ, მით უფრო იცი. ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი და ასე ეს სუფთა, ეს ოჯახი, ეს ყველაფერი, ხო? მაინც სულ ვიხსენებ ხოლმე რა და მომწონს და მიყვარს და მადლობა მინდა აი ჩემ ოჯახს, ჩემ ბებიას, ჩემ ბაბუას, რომ ასე გამზარდა. ხო, ახლა რო დააკვირდეთ ნაჯახზე პირის დაბანა არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ ალბათ ნიშნავს, იმიტომ რომ რაღაც მომენტში წარმატებული გავხდი, რაღაც მომენტში რაღაც შევიძინე, რაღაცას ნიშნავს ალბათ ამ ქვეყანაზე და რა მინდა რო გითხრათ, აღარ მოგაწყეთ თავს. წარმატებული დღე მინდა გისურვოთ და თქვენ ოჯახთან ერთად სულ გახარებული ყოფილიყავით. თქვენი კახაბერც ერთსვაზე, თქვენი პანე ჯორჯიანო ნუმერო 1 იქნება სულ. გაიხარეთ, ჩემო მეგობრებო, მიყვარხართ ყველა.